გამარჯობა მოგესალმებით ყველას, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი, დიდი მადლობა რომ მიყურებთ. 28 ივნისი გვაქვს დღეს და სულ ახალი კადრები, დღეს დილით გადაღებული მასალა, კრასნოდარის ოლქი, რუსეთის ტერიტორია და მორიგი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც შეეხო უკრაინული შორი მოქმედების სანქციები, ანუ უკრაინული შორი მოქმედების დრონებით დაიბომბა მორიგი მსხვილი ნავთობ ობიექტი, რომელიც ამ დრომდე იწვის და ეს ყველაფერი უკავშირდება მასშტაბურ ზარალს რუსეთის ომის ბიუჯეტისთვის და ზოგადად რუსეთის ბიუჯეტისთვის ეს ყველაფერი თანდათან უფრო მწვავე გავლენას ახდენს მოქალაქეების ყოფაზე, მათ აბსოლუტურად შეეცვალათ პრინციპში ბოლო ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით ცხოვრების წესი, იმიტომ რომ ძალიან დიდ დროს ატარებენ ბენზინგასამართი სადგურების რიგში. ამ კონკრეტულ ეპიზოდში მე თქვენ არაერთ ვიდეო მასალას გაჩვენებთ, არაერთ ვიდეო მიმართვას მოგასმენინებთ თავად რუსეთის მოქალაქეების, რომლებსაც უმძიმესი დრო უდგათ ახლა. როგორც მოსკოვში, ასევე მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის გაჩვენებთ რუკასაც, ძალიან საინტერესო საინფორმაციო რუკას, სადაც ჩანს რომელ ოლქში უფრო მწვავედ დგას საწვავის მოპოვების საკითხი და ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინის ფრონტის ხაზთან, ანუ იმ სივრცესთან, ახლო რეგიონებს, სადაც ომი ძალიან ახლოს მიმდინარეობს, არა. ეს ეხება მათ შორის ათასობით კილომეტრით დაშორებულ ოლქებს რუსეთის ტერიტორიაზე. საერთოდ სხვა დროის სარტყელში მცხოვრებ ხალხს, რომლებსაც იდეაში არ უნდა შეხებოდა პუტინის ომის შედეგები, მაგრამ ეს ხდება. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად პუტინი ისევ ჯიუტად განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ რუსეთის დამარცხება უბრალოდ შეუძლებელია და ის ყველას საკმარის პასუხს გასცემს როგორც ბრძოლის ველზე, ასევე ზოგადად. მსოფლიოში არსებულ ბოროტ ძალებს, რომლებიც რუსეთის კეთილი განზრახვების შეჩერებას და რუსეთის განვითარების ტემპის შეჩერებას ლამობენ. ესეთი განცხადებები გააკეთა. ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მანამდე მივყვეთ ჯერ უშუალოდ ნავთობ ობიექტების დაბომბვის ბოლო ფაქტებს, შემდეგ უკვე გადავიდეთ შედეგებზე, როგორ აისახება ეს ყველაფერი რუსეთის ეკონომიკაზე და როგორ აისახება თითოეულ მათ მოქალაქეზე. ეს ვიდეო ვნახეთ, კიდევ სხვა რაკურსებსაც შემოგთავაზებთ, მანამდე ვნახოთ ეს სატელიტური ფოტო, ეს არის როგორც თქვი კრასნოდარის ოლქი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობ ობიექტი ამ ზონაში, როგორც ხედავთ ზედხედითაც ეს აშკარად ჩანს, არაერთი დიდი მოცულობის რეზერვუარი, მათ შორის აი აქ რამდენიმე როგორც ჩანს განადგურდა, აი აქ დაახლოებით 8 თუ 9 არის ერთად თავმოყრილი და ყველა მათგანი ცეცხლის ალში არის ახლა გახვეული. აი აქ მეორე კერა სადაც გვაქვს, აქ საინტერესოა რომ შესაძლოა ამ ერთი შეხედვით, რასაც მე ვაკვირდები, აქ არის რა თქმა უნდა რეზერვუარებიც შედარებით მცირე ზომის, მაგრამ შესაძლოა აქ დარტყმა განხორციელდა გარკვეულ საწარმო ხაზის შემადგენელ მნიშვნელოვან ნაწილზე. მე ამაში ვერ ვერკვევი, მაგრამ გამოცდილება აჩვენებს, რომ უკრაინელები დრონებით საკმაოდ ზუსტ და მიზანმიმართულ დარტყმებს ახორციელებენ ხოლმე ისეთ დანადგარებზე, რომელიც შემდგომში ამ საწარმოების წარმადობაზე არის პასუხისმგებელი და ნავთობის გადამუშავებაზე, ანუ ამოცანა გასაგებია, ერთ შემთხვევაში ნადგურდება რეზერვუარები და კონკრეტული მარაგები, ასე ვთქვათ, გადამუშავებული თუ გადასამუშავებელი ნავთობის და მეორე შემთხვევაში ნადგურდება ის სისტემები, რომლითაც მათი გადამუშავება ხდება. ანუ ეს ახდენს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან ეფექტს რუსეთის ენერგო სექტორზე. გავაგრძელოთ კადრების ნახვა. პირველ კადრში საკმაოდ ესეთი კარგი პანორამა იყო, მაგრამ ეს კიდევ უფრო შორი დისტანციიდან გადაღებული კადრი არის და აქ უფრო ნათლად აღიქმება მასშტაბი. ამ მანძილიდან ალბათ აი ეს მანქანა როგორც მოძრაობს დაახლოებით 2 კილომეტრი მაინც აშორებს ან ერთი მინიმუმ ამ ტერიტორიიდან და რამხელა დაკვალიანება და ცეცხლი ჩანს. აბსოლუტურად გასაგები არის ზარალის მოცულობა. კიდევ ერთი საინტერესო კადრი ვნახოთ სლავიანსკი ყუბანის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებული. ეს ცოტა პროფილში, ასე ვთქვათ. ხო და როგორც თქვი, ეს ყველაფერი ძალიან მწვავე შედეგებამდე მიდის. მთელი რუსეთის ტერიტორიაზე ახლა არის
ნავთობპროდუქტებზე სერიოზული კრიზისი გაჩაღებული და ეს მხოლოდ და მხოლოდ მწვავდება. ყოველდღიურად უფრო და უფრო მწვავდება და მოსალოდნელია რომ ასეც გაგრძელდება, განსაკუთრებით იმ ფონზე რომ სულ 2 დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა 40 დღიანი კამპანიის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთზე წნეხის გაზრდას და მშვიდობის გზაზე დადგომის იძულებას პუტინისთვის. ასეთი არის ყოველ შემთხვევაში ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო და უფრო უნდა ინტენსიური გახდეს ამგვარი იერიშები. მეც არაფერს არ ნიშნავს ეს ყველაფერი და მეორე ფაქტორი აქ ის არის, რომ თავად რუსეთის თავდაცვის სისტემების ეფექტურობის გამოსწორების რაიმე ნიშანწყალიც არ ჩანს. ისინი ძირითადად ახლა ცდილობენ რუსები, რომ კონცენტრაცია საჰაერო თავდაცვის სისტემების მოახდინონ მოსკოვის ტერიტორიაზე, მას შემდეგ რაც 16 ივნის დაახლოებით 2 კვირის წინ ნახეთ უდიდესი შეტევა თავად მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, პუტინს საკუთარი უსაფრთხოება რა თქმა უნდა დღის წესრიგის პირველ ნაწილში აქვს სატანილი და შესაბამისად მოსკოვის თავდაცვის გაძლიერების ფონზე სულ უფრო და უფრო მეტად დაუცველი რჩება სხვა რეგიონები. ჩამონათვალი სამიზნეების ვრცელი არის, შესაბამისად უკრაინელები სხვა სამიზნეებზე მუშაობენ ამ შემთხვევაში, თუმცა არ მგონია რომ მოსკოვსაც დიდი მოსვენების შესაძლებლობა მისცენ. ნახავთ ამ ყველაფერს, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემების დიდი კონცენტრაცია ახლა არის ყირიმის ხიდის მიმართულებით, რომელიც ერთადერთი გამტარი არტერია რჩება ახლა ყირიმის მომარაგების თვალსაზრისით. სხვა გზები ფაქტობრივად სრულად ბლოკირებული არის, თითქმის ყველა ხიდი სამხრეთით უკრაინის სამხრეთი მიმართულებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რაც უკავშირდებოდა ყირიმს, ყველა განადგურებული არის ამ დროისთვის. 10-ზე მეტი ხიდი არის განადგურებული ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში, მოდით ასე ვთქვათ. დარჩება მხოლოდ ქერჩის ხიდი, რომელიც ახლა ყველას ყურადღების ცენტრშია. რუდის განახორციელებს უკრაინა მასზე ესეთ კომბინირებულ შეტევას და რუდის გადაწყვეტს, რომ საბოლოოდ კუნძულად გადააქციოს მინიმუმ რაღაც დროის მონაკვეთში ყირიმი, ეს მხოლოდ მათ იციან, მეტმა არავინ და ეს რისკი კარგად აქვთ გაცნობიერებული რუსებსაც, შესაბამისად ყირიმის ხიდის გარშემო აძლიერებენ საჰაერო თავდაცვას. მანამდე ხდება ეს, რასაც ხედავთ და ეს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ალბათ მოხდება. ეს არის უშუალოდ ღამით გადაღებული კადრები კრასნოდარის ოლქში, სლავიანსკის ნავთობაზის ტერიტორიაზე თუ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის და უშუალოდ დარტყმის მომენტისდან მალევე პრინციპში გადაღებული მასალაა. ესაც საინტერესო კადრი არის და კი ბატონო, ესაც ნახეთ, ესაც ფოტომასალა დღეს დილით გამთენიისას. და გავაგრძელოთ. ერთადერთი სამიზნე, რა თქმა უნდა, არ ყოფილა კრასნოდარის ოლქის, სხვათა შორის უნდა აღვნიშნო, რასაც ვაკვირდები, ბოლო დღეების განმავლობაში გაზრდილი არის მნიშვნელოვნად უკრაინის მიერ გაშვებული დრონების და ფრთოსანი რაკეტების რაოდენობა. მაგალითად, გასული კვირების განმავლობაში, ეს ჩემი დაკვირვება არის და პრინციპში თქვენ შეგიძლიათ ამას თვალი მიადევნოთ, თუ იყო ხოლმე, ვთქვათ, 150-200 დრონი საშუალოდ ბოლო კვირების განმავლობაში, მათ შორის განსაკუთრებით ბოლო დღეებში ამ რაოდენობამ იმატა და საშუალოდ 300-350 დრონი არის გაშვებული, ან პლუს ფრთოსანი რაკეტებიც იგულისხმება, საშუალოდ 300-350 საჰაერო სამიზნე, ასე ვთქვათ, ფიქსირდება რუსეთის საჰაერო სივრცეში და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იგივე ყირიმის მიმართულებით. ესაც საინტერესო მაჩვენებელია და დროის შემთხვევა იმ პოლიტიკურ განცხადებას, რომელსაც უკვე შევეხე, რომ 40 დღიანი განსაკუთრებული წნეხი დაუანონსა ზელენსკიმ პუტინს. ამ შემთხვევაში ეს არის პოლტავსკაიას ნავთობდეპო, ასე ვთქვათ, ნავთობბაზა. ესაც არის კრასნოდარის ოლქი და ესაც გახლავთ დღევანდელი კადრები, ნახოთ ესაც. რაკაც ფაქტია, რომ იწვის რაღაც დიდი ნავთობრეზერვარი და რაღაც
ერთი არა, ორი იწვის აქ ერთმანეთის მიყოლებით როგორც ჩანს და იქ ჩანდა წყლის ჭავლიც, ჯერჯერობით ესე უშედეგოდ ცდილობენ აი აქ ჩანს წყალი. უშედეგოდ ცდილობენ რომ ხანძარი ჩააქრონ. როგორც წესი, ამას არაფერი არ შველის, ვიდრე სრულად არ ამოიწובה ეს მარაგი ამ რეზერვუარში, უბრალოდ ამოცანა ის არის რომ ცეცხლი არ გავრცელდეს. ანუ არ მოხდეს ეგრეთ წოდებული ტუაფსეს სინდრომის გავრცელება, ასე უწოდეს ამ პროცესს, როდესაც იბომბება ხოლმე მსგავსი ობიექტები, ასე ხდებოდა მაგალითად ტუაფსეს შემთხვევაში, სადაც რამდენიმე ეტაპი იყო დარტყმების. შემდეგ ეს ცეცხლი გადაედებოდა ხოლმე სხვა რეზერვუარებსაც, საწვავის კრიზისი კი აქვთ, მაგრამ წყალი ჯერჯერობით ფლომად აქვთ, შესაბამისად ამ ცდელობას რუსები არ აკლებენ, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად ეფექტურად გამოსდით ეგ ამბავი. და მივადექით რუკას, რომელიც მე უკვე ვახსენე, ეს ძალიან საინტერესო საინფორმაციო გრაფიკა გვიყვება იმის შესახებ, თუ სად რა ტიპის შეზღუდვები თუ აკრძალვები არის დაწესებული საწვავის გაყიდვასთან დაკავშირებით. 4 სხვადასხვა ფერის მონიშნა არის ამ რუკაზე, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია და მნიშვნელოვანია ამას ხაზი გაუსვათ. ამ რუკაზე დატანილი არის ასევე უკრაინის ტერიტორიები, რომლებიც ოკუპირებული აქვს რუსეთს და ახლა ისინი ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს. მათ შორის იგულისხმება ყირიმის ნახევარკუნძული და შავი ფერის მონიშნა ერთადერთი. სწორედ აქ გვხვდება, როგორც ხედავთ, შავი ფერის მონიშნა კი გულისხმობს სრულ აკრძალვას, ოფიციალურ აკრძალვას საწვავის გაყიდვაზე მოქალაქეებისთვის აბსოლუტურად სრულად. შემდეგ მოდის წითელი ფერი, არც ისე ცოტა ტერიტორიული ერთეული აქ გაფერადებული ამ რუკაზე. მთელი რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილშიც კი, სადაც არის დაწესებული მნიშვნელოვანი შეზღუდვები და ეს ხდება ოფიციალურად. ამ შემთხვევაში იგულისხმება ლიმიტები და გარკვეული რაღაც იგივე ტალონებით გაყიდვა. ლიმიტები გულისხმობს სხვადასხვა რეგიონის შემთხვევაში სხვადასხვა მოცულობას ერთ პერსონაზე. მაგალითად, ზოგან არის 20 litrზე, ზოგან არის 30 litrზე საუბარი, ზოგან 40 ცოტა მეტიც. არის შემთხვევები, როდესაც მაგალითად 15 litrიანი ლიმიტიც კი არსებობს ერთ პერსონაზე, ასეთებიც ხდება. შემდეგ უკვე ძირითადი ნაწილი, როგორც ხედავთ, გაფერადებული არის ყვითლად. აქ არის, ესეთი შერეული ზონები, სადაც სხვადასხვა ტიპის ლიმიტები არსებობს. ეს არ არის ოფიციალური, განმასხვავებელი ეს არის წითელ ფერის მონიშნებთან და ამ რეგიონებთან, რომლებიც წითლად არის შეფერადებული ამ რუკაზე. განსხვავება ის არის, რომ ოფიციალურად კი არ არის ეს დადგენილი, რომ კანონით არის აკრძალული და ადმინისტრაციულმა რაღაც მერიამ თუ რაღაც ადმინისტრაციულმა ერთეულმა დაადგინა. არა, ამას აკეთებენ უკვე თავად კომპანიები ძირითად შემთხვევებში, რომლებიც საკუთარი მარაგებიდან გამომდინარე განსაზღვრავენ, რამდენი უნდა გაყიდონ და როგორ უნდა გაყიდონ. ამ შემთხვევაში ზოგი მიმართავს ამ რაღაც QR კოდების სისტემას, ზოგი აქაც ტალონებით გაცემას და ზოგი ასევე ეგრეთ წოდებული კანისტრებით გაყიდვას. ამაზე არის აქ საუბარი, რაც ფიზიკურად გამორიცხავს ბევრის ჩასხმას, მიიტან პირობითად 10 litrიანს, გაგივსებენ 10 litrს, მიიტან 20, გაგივსებენ 20. მაგრამ არის ისეთი ხალხიც, ვინც ხალხზე ოდნავ მაღლა დგას და არის ისეთი ხალხი, ვინც არა 20 litrს და 50-ს, არამედ გაცილებით მეც 1000-ობით litrიან რეზერვუარებს ავსებენ იმისთვის, რომ შემდეგში ან მარაგი იქონდეთ, ან კიდევ სხვა მიზნებიც აქვთ. გადამყიდველებზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, ამ ხრივაც ძალიან საინტერესო ვიდეოებს გაჩვენებთ. ხო, მოკლედ ამ რუკაზე მორჩეთ, იმით რომ 1, 2, 3, 4, 5 ოლქი გვაქვს მხოლოდ ტერიტორიული, ადმინისტრაციული ერთეული, სადაც არის ნაცრისფერად შეფერადებული და გულისხმობს იმას, რომ აქ შეზღუდვები ჯერჯერობით არ არსებობს. გავაგრძელოთ. ეხლა უნდა მოგიყვეთ და გაჩვენოთ უშუალოდ რეაქციები და აქვე დავანონსებ, რომ რეაქციების ცვლილება იქნება ძალიან მკვეთრი. ესე დავალაგე და პრინციპში სახალისოც კი ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში სულ ახალი გავრცელებული კადრი არის, როგორი ბედნიერია ეს ქალბატონი, რომელმაც ბენზინი იშოვა.
ეს არის ისტერიკა, სხვა რა უნდა დავარქვათ ამ ამბავს. ეს ბედნიერია, მაგრამ აი ეს ძალიან უბედური არის. Я тогда, блядь, даже больше не бежал нахуй. Я простоял на заправке. Да, блядь, два. Я хочу, блядь, есть, я хочу в туалет, я хочу пить, блядь. А я стоял, очередь двигалась. Все нормально. А двигалась очередь просто потому, что машины уезжали. На заправке есть бензин. Она не закрыта, блядь. Когда хуйня все прекратится? А бензин мне был доехать до дома, нахуй. А в топике я не голая. Мне так обидно, блядь, вообще нахуй не было. ამას მძიმე დღეში აქ ნერვები Я тогда, блядь, даже больше не бежал, нахуй. ყოფილსაც ახსენებს და ნუ მთელი ამბავი ის არის რომ 2 საათი ვიდექიო, 2-ო და ასე დღეში ჩავარ და ალბათ გზადაგზა კიდე უფრო მეტად გაუჭირდება მომავალში ამ კონკრეტულ ადამიანს. ხო, ვიღაცა 2 საათი, მაგრამ არის ხალხი, ვინც მთელი დღის განმავლობაშიც დგას ბენზინის რიგებში, ძალიან გრძელ რიგებში, როგორც მოსკოვში, ასევე რუსეთის სხვა ქალაქებსა და ოლქებში. აქ კიდევ ერთი ბედნიერი რუსი ყავს. Еду просто ура! У меня есть целых 30 литров бензина 95-го, которого нет, блядь, ни на одной из 8 заправок. И на 9-й мне повезло. Ура! აი, რა ცოტა არის ბედნიერებისთვის საჭირო. У меня есть целых 30 литров. და მეთანხმებით ალბათ, რომ ეს მხიარულება დიდი ხანი არ გაგრძელდება, იმიტომ რომ ნუ ბევრი რუსეთში უკვე მიხვდა, რომ რაღაცა რიგზე ვერ არის. სხვათა შორის ძალიან ხშირად დასმული კითხვა, ალბათ ყველაზე ხშირად დასმული კითხვა რუსეთში ახლა არის აი ამ ვიდეოებში, ყოველ შემთხვევაში, რასაც უსმენ და ვხედავ, რა ხდება? ანუ აი ამ კითხვას ვამენ, რა ხდება? რა ხდება ჩვენ თავს? აი ამ ვერ გაურკვევიათ ჯერ რა ხდება, მაგრამ ბევრი მიხვდა უკვე რაც ხდება და ბევრი გზადაგზა მიხვდება. Проехал заправок бензина. Ну что, я уже в 4-й раз выезжаю. Сегодня проехал заправок 15. Проехал Варшавку немножко, до Чертановска. Из Москвы. Проехал за МКАДами километров 15, развернулся и вернулся опять. То есть, ну, такой достаточно, ну, час, наверное, все это заняло. Очереди гигантские. Смотрите. А вот эти ребятишки, знаете, куда стоят? На заправку. Вот на Ригеби. Вот все, пошла очередь. Смотрите. И далее. Смотрим дальше. Ну, კილომეტრიანი რიგები არის. ბევრი რომ აღარ გავავრცელოთ. თან ეს ტიპი აჩვენებს რამდენიმე ბენზინგასამართ სადგურს და ნუ აღწერს ასევე იმას, რომ მოძრაობა ფაქტობრივად ბლოკირებული არის აი ამ ბენზინგასამართ სადგურებზე არსებული რიგების გამო. არის შემთხვევები, როდესაც ხალხი ღამესაც ათენებს იმისთვის, რომ ნუ რიგი არ დაკარგოს, ასე ვთქვათ. არის ასევე შემთხვევები, როდესაც უკვე კონფლიქტიც კი წავდება ხოლმე, მათ შორის ვინ იდგა პირველი და ვინ მეორე, ასეთებსაც ვნახავთ. Я, в общем, в Домодедово разворачиваюсь, видите, вот заправка Лукойл, и вот тоже, видите, вон они стоят все в правом ряду. Вот маршрут, я все там же еду. ხო, მოკლედ ეს კაცი დადის და ეძებს სად შეიძლება ჩაასხას ბენზინი, მაგრამ ნუ ყველგან მოსკოვის შემოგარენში მათ შორის იქ დომოდედოვო ახსენა, ეს არის მოსკოვის შემოგარენი. იქაც იგივე სიტუაცია იყო, როგორც ნახეთ. ხო, და ნუ საწოვის რიგებში, როგორც ჩანს და ხედავთ, დგანან არა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლები, ასევე ძალიან ხშირად ხედავთ ამ კადრებში სატვირთო ავტომობილებს. მათ შორის როგორც დიდ სატვირთოებს, ასევე შედარებით მცირე სატვირთოებს, დისტრიბუციის მანქანებს. აი ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საგულისხმო ამბავია, იმის გათვალისწინებით, რომ საწოვის უქონლობა ბევრ ამეს
განაპირობებს შემდგომში. Поэтому, не знаю, как будто надо переходить на электрички, гибриды и что-то, что мало кушает. Вот, соответственно, если вам нужна какая-то помощь в приобретении машины из-за рубежа, пожалуйста, пишите мне. ზოგი გამოსავალს პოულობს იმაში, რომ ფეხითაც გადაადგილდება. ხო, და ვლაპარაკობდი იმაზე, რომ იგივე დისტრიბუციის პრობლემა მიწოდება, მომარაგება, ასე შემდეგ გამოიწვევს ფასების ზრდას. ამაზე მათ შორის ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველიც ისაუბრებს სულ ცოტა ხანში, ეს ვიდეო შენახული მაქვს თქვენთვის. მანამდე ძალიან საინტერესო ესეთი ვიდეო მიმართვა ამ ქალის, რომელიც ცდილობს, რომ საკმაოდ საჭირო საკითხი წამოწიოს პრინციპში და მიმართავს იმ ხალხს, რომლებიც ესე პოზიციონირებდნენ ჩვენ ხო ხშირად გაგვიგია ასეთი რამ რუსებისგან, მათ შორის საქართველოში ჩამოსული რუსებისგან, რომ ნუ ეს პოლიტიკაა, ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. დისტანცირებული ხალხი რო არიან, აი მაგათ მიმართავს. Которые не интересуются политикой. Чем вы сейчас интересуетесь? Сериалами или кулинарией? Я вот стою второй час в очереди за бензином. Я уверена, что половина очереди не интересовались политикой. А теперь политика пришла в наш дом. Хотя Иркутск находится далеко от большой политики, и в Иркутске до хрена нефти. А мне интересно, куда делся наш бензин? Вы увезли большую политику? А людей, которые не интересуются политикой, в Древней Греции называли идиотов. საინტერესოა, ხო? მართალს ამბობს ეს ადამიანი რიგში ვიდექი 2 საათიო და დარწმუნებული ვარ, იქ მდგომი ხალხიდან ნახევარს უბრალოდ არ აინტერესებდა პოლიტიკა და არ ფიქრობდა, რომ ის მათთან არ მივიდოდა, მაგრამ ნუ ეს ადამიანი ზუსტად იმას აღწერს, რომ პოლიტიკა მივიდა უკვე მათ სახლებში, ესე თქვა, მათ შეეხო და კიდევ უფრო მძიმედ შეეხება და მთელი ამოცანაც ეგ არის, რომ თანდათან ეს ხალხი უნდა გახდეს პოლიტიკურად აქტიური კითხვების დასმა უნდა დაიწყონ, ნაწილმა უკვე დაიწყო, ხო? და უნდა ნუ რაღაცნაირად წნეხის ქვეშ მოაქციონ თავისი ბელადი, რომელიც დღეს ჯერჯერობით არ ინჩნევს არაფერს. ამაზე კიდევ ერთხელ დავაანონსებ და ბოლოსში მექნება საუბარი პუტინის ბოლო განცხადებაზე. ერთი კიდევ უკმაყოფილო მოქალაქე ვნახოთ. ეს პრინციპში არ არის საპოლიტიკური, დისტანცირებული არ გახლავთ, იმიტომ რომ ღია დაკრიტიკებს მათ, ვინც მინიმუმ ამბობს, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა. Кто там что пиздит, что у вас все хорошо в стране? Третья заправка Сургутовская, нет бензина. И неизвестно, когда будет. Чего вы творите, козлы? Новгородская область, Газпромнефть. Вот такая очередь с двух сторон. А вы говорите, козлы, что все нормально и бензин есть. Ну а вот ты с какого хуя тут в Новгородской области зачесался, а? Тебя еще тут не хватало. Вову за такое нужно раком поставить. Раком тебя на Красной площади. Кто там что пиздит, что... ემოციური ფონი ნამდვილად დუხს რუსეთში იქ ვიღაცაზე გაბრაზდა, მე მგონი ფინეთის ნომრები ქონდა და შენ აქ საერთოდ რა გინდაო და მე აღარ გადავთარგმნი. ეს გახლავთ, ნუ ბევრი ალბათ უკვე იცნობთ ამ კაცს. ეს არის რუსი Z ბლოგერი გოლმანი და ის აღმოჩნდა საცობის რიგში, როგორც ჩანს. Длилась с 4 утра, чтобы, сука, заправиться на... დილის 4 საათზე. აბა Операция заправка длилась с 4 утра. Чтобы, сука, заправиться надо, пролететь было... Операция заправка. 20 литров наливает. Сука, нефтяная страна, блядь, сука, как я это все люблю, блядь. Бодрячком, хуяк, с утречка и душа, блядь, не надо холодного, сука. И так просыпаешься в горячем поту, нахуй. Все это к чему, смотрите. Уебали, блядь, уже и Уфу. Последствия, блядь, вы сами понимаете какие. Конечно, я надеюсь, что Омский завод всех спасет, всех накачает, но не хотелось бы пересаживаться, блядь, на Волге, на Жигули семерки и заливать туда 76-й бензин, блядь. А вот надо защищать, блядь. Но там надо 5 миллиардов, блядь. Ну, я надеюсь, Виталий Павлович контролирует ситуацию. Хотя там могут тоже, как и президенту нашему, окружение в уши нассать, нахуй, и нихуя не сделать, блядь. Там вы же сетки натянули, ебаный, рыбацкие. Вы, сука, кого там собрали, словите? Шпроты, блядь, прибалтийские, нахуй, или дроны, блядь. Дроны к нам не полетят, ну, хотя с Казахстана могут. А вот ракеты к нам прихуярят. გოლმანი გამოირჩევა
თავისი ლექსიკით. ოპერაცია ზაპრავკა, როგორც მან უწოდა, ხო და ის წუხს ამ შემთხვევაში გარკვეულ ობიექტებზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან საკმაოდ დაშორებით უკვე დაიბომბა, ან შეიძლება რომ ახლო მომავალში დაიბომბოს და მან მინიმუმ იცის, რომ უკრაინას ამის შესაძლებლობები ტექნიკურად გააჩნია. კარგით. ეს ოდნავ ესეთი მოკრძალებული განცხადებით არის ეს ახალგაზრდა ქალი. Сегодня 27 июня 2026 год. Какой-то по счету день абсолютно неадекватной обстановки с топливом в Забайкальском крае. Я не хочу и я не могу больше молчать. Дорогое правительство наше, уважаемое, сидящее в администрации, вы на работу, когда едете, вы едете так, вы не видите, что происходит у нас. Люди вокруг заправок, они уже там живут. На Роснефть, на КСК очередь составляет порядка 5 километров. Люди там сутками стоят. Скоро все в очередях начнут друг друга бить, убивать. Скоро в очередях в этих начнут умирать. Люди за топливо, за 10 литров бензина. Они уже готовы реально на все. Вы своим решением установить лимиты для физлиц. Тот ажиотаж и панику, которая назревала в течение пары недель, вы ее раскрутили до неимоверных масштабов. Почему у нас, почему Иркутская область столкнулась с таким топливным кризисом, который переходит все грани нормальности и адекватности? Я вас прошу хоть какие-то меры принять. Я считаю, что если вы в течение даже вот этого дня, вы не примете каких-то решений, вы не выйдете к нам с каким-то выступлением, хотя бы какой-то обратной связью и реакцию, недолго осталось, серьезно. Лимиты на топливо-то, может, вы и ведете, но вот лимиты на терпение, они уже у всех заканчиваются. მოთმინება გვეწურებაო, მაგრამ ერთი რამ არის საგულისხმოა, აი ამ ხალხის მოსმენის დროს ვფიქრობ ხოლმე, რომ ისინი რაღაცა ჯერ მაინც სხვაგან არიან რა, ჯერ კიდევ სხვაგან არიან, იმიტომ რომ მათი დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში ჯერ ღია ბრალდებებზე არ არის გადასული, იმაზე, რასაც რეალურად გულწრფელად ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი არის პუტინის ბრალი, ეს ყველაფერი არის მისი არასწორი გათვლების ბრალი, იმ მიზნით, რომ თითქოს 3 დღეში კიევი უნდა აიღო და იმ ომის ბრალი არის, რომელსაც მათი ბელადი აწარმოებს უკვე მეხუთე წელია და ჩიხშია შესული. ახლა რუსეთის მოქალაქეები ამის შედეგებს იმკიან, თუმცა ჯერჯერობით საჯარო აღიარებებს მაინც ერიდებიან, რა ვიცი, რაღაც მიზეზებს ეძებენ, რომ ვინმე მაინც მოვიდეს, ყურადღება მოგვაქციოს, მაგალითად როგორც ეს იცახდა, ხო? ხალხს უკვე მოთმინება ეწურება, ხალხი მზად არის, რომ ერთმანეთი დახოცოს ბენზინის რიგში, რომლებიც დგან ხან წინა საღამოს იკავებენ რიგს და ასე შემდეგ, ხო? ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჯერჯერობით ესე არ არის მომწიფებული სხვა ტიპის უკმაყოფილება. რისი იმედი რომ იქნება საბოლოოდ მომწიფებული. მოსკოვი. Да, в Москве, короче, катастрофа. Реально катастрофа с бензином. Я с 12 ночи, сейчас половина первого, да? Полчаса я отстоял в очереди на заправку, ни с места не сдвинулся. Сейчас заправщик пришел со станции в очередь и говорит, что все, бензина нет, разъезжайтесь. Трэш творится. Из 5 ближайших заправок только на этой Роснефти был бензин, и то закончился. Просто трэш. ეს რაღაცა ძალიან ტრენდული გამოთქმა არის, როგორც ჩანს მოსკოვში, რამდენიმე შემხდა ეს. Просто трэш, ну. კარგი, ხო, ეს უკმაყოფილო იყო ერთ სიტყვით. ვერ ჩავასხიო რაღაც 9 საათი ვიდექიო და მე მოვიდა და თქვა რომ საწოვი არ არის. აი რატომ არ არის საწოვი? ძირითადი მიზეზი ხო გასაგებია, მაგრამ თურმე საქმე იმაშია, რომ გარკვეული პარაზიტებიც მოძლიერდნენ რუსეთში, სხვადასხვა ოლქებში და რას აკეთებს ეს ხალხი? აი ამას აკეთებს, რაც ახლა კადრში ნახავთ. ტიპმა მიაყენა დიდი სატვირთო და დიდი პლასმასის რეზერვუარები სრულად
გაავსო, იმდენი გაავსო, რამდენიც კი არსებობდა ამ ბენზინგასამართ სადგურზე. Пацаны, вы там снимаете, почему очереди нас... და ეს ამბობს, რომ აი რატომ არის რიგები, ერთ-ერთი მიზეზი ეს არის. Снимаете, почему очереди нас... ახლა გაუშვი. Почему у нас там по 500 рублей люди дозаправляют до полного? Здесь просто вот таким образом ситуация обстоит. С двух ног забрал просто все, заправку закрыли и все. Вот вам, пожалуйста. А вы там снимаете. У него здесь стоит 14 кубов полных. Еще хотел, ну бензин закончился. Или там, что он забирает? Все забрал. Пацаны, вы там... წარმოგიდგენიათ? ძლიერნი ამასოფლისანი. აქვს გავლენა კაცს და რა ქნას. მერე მიდიან ავსებენ ესე ასაწყობებენ, როგორც ჩანს, აი აქ მაგალითად უკვე ესეთი დასაწყობებული ჩანს ამ შემთხვევაში. შავი დღისთვის ან სხვა შემთხვევაში კიდევ სხვა მიზნებისთვის. ანუ ბევრი ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ, ხო? ვიღაცას საქმე აქვს, ბიზნესი აქვს, რა ვიცი, თავისთვის ჭირდება, ვთქვათ და მარაგს ივსებს, ან უბრალოდ გადაადგილებისთვის მარაგს ივსებს, ან ხო, იმისთვის რომ შემდეგ უფრო ძვირად გაყიდოს და ესეთი ამბები ხდება უკვე. აი აქ მაგალითად ჩვენ ვხედავთ, არ ვიცი არ არის დაკონკრეტებული წყაროს მიერ, რომელი ოლქი არის კონკრეტულად, თუმცა ნუ ეს ვიზუალით თუ შეგებთ თქვათ სლავები არ არიან, ასე ვთქვათ. ეს არის რეალობა რუსეთის, გადამყიდველი, რომელმაც ესეთი პლასმასის რეზერვუარი შეივსო, შემდეგ უკვე გამოსული არის და ალაგებს ჟარგონზე რო ვთქვათ. ალაგებს იქ სიტუაციას, ვინ რამდენი უნდა იყიდოს და ვინ რა რიგითობით უნდა შეიძინოს. Цоцхали ригия, моглет. Здесь вопрос такой, этот, по 10 или по 20 литров разливать. Просто есть там... Скажешь, так и сделаем, брат. По 10, смотри, первый. Второй момент. Кто на иномарках, кто молодые, у кого нужно... Нету, сразу прошу, братья, чтобы всем нуждающим, реально искренне, кто нуждающий, чтобы ты получили, чтобы лишнее, чтобы одно имеется в виду, вы же поняли, что я имею в виду? Чтобы не было какого, чтобы люди, которые вот молодые пацаны, которые там тут ездят по посокам, чтобы они набирали, а реально, вот здесь девушка стоит с больным ребенком, я думаю, в первую очередь можно ее даже пропустить. И так и записали ее первую. Да, чтобы она на жаре не стояла. По 2 круга никто не делал, братья. Да, по 2, чтобы здесь 10 литров на честном слове, да, чтобы здесь 300 канистр в руках не держать тоже. Чисто 10 литров тогда сделаем, чтобы всем хватило. Брат, можно сказать, да? Да. Смотри, брат, вот здесь, которые люди с утра, которые стояли, вот здесь, чтобы честно было, вот здесь список. Смотрите, братья, по этому поводу тоже скажу, Ты кажешь, что в списке первый. Смотрите, братья, по этому поводу тоже скажу. Здесь с утра я в видео никому не говорю, вот здесь мне 1000 людей звонят, возмущаются, мы здесь с утра стоим, уразу держим. Здесь я тоже уразу, здесь все уразу держат. Ну, я время не назначал, я написал 4 вечера, вот час. И все, остальное время больше, чтобы с утра кто не стоял, это чисто по вашей вине. Я понял, вы же тоже не знали, во сколько. Я понял, брат. Я сказал же, я напишу во сколько, чтобы вот такой суматохи здесь не было. Чтобы сюда не пришло. აი ესე რა ნადავლის განაწილება მიდის მოკლედ. მეფეა ფაქტობრივად. კარგი. შემდეგი. ეს ძალიან საინტერესო ამბავი არის, ამას ძალიან გავერთე. ეხლა რა ხდება? ამ ჯიგრებმა ესე ხელში რო უჭირავს ეს ხერხი და მანქანას ხერხავს, რასაკეთებს ახლა ბაკის ფორმის იმას ამოჭრის. მინები არის ჩაშავებული, ჩაბნელებული იმისთვის რომ შიგნით რა ხდება არ გამოჩნდეს. და მივა მე ბენზინგასამართ სადგურზე და ვიღაცა ჩაუცხავს ბენზინს. მაგრამ სად ჩაუცხავს, ახლა ეგ არის მთელი ამბავი აქ. სიგიჟე, კრეატიულობა, რაღაც სასწაული სასწაული ხასიათი გამოავლინეს ამათ უყურეთ. არ ჩანს შიგნით ზის და კანისტრები შეამჩნიეთ, ხო? Пробуем сразу долить. ჯიგარი შიგნით ზის და ამ კანისტრებს ავსებს. ანუ უძირობა კი აქვს რა. სასწაული ხალხია.
ვერაფერს სიტყვი, ნამდვილად ტექნოლოგიურ მიღწევებში. ხო, ყველაზე მოთხოვნადი ალბათ თუ კი რამე ნივთი შეიძლება ვიგულისხმოთ რა არსებობს, არის აი ესეთი პატარა 10 და 5 და 20 ლიტრიანი კანისტრები. მოკლედ რუსეთში ახლა საინტერესო კადრია, სპაიკერი. ყირიმში ყოფილა ეს. Я в ахуе, блядь. Жизнь заставила, ребят, блядь. აი ამ ყველაფრის ფონზე მათ შორის იგივე ყირიმში გახშირებული არის საწვავის ქურდობა. აი ესე შლანგიდან რომ გადმოწოვენ და ასხავენ, პარავენ ეს ერთმანეთს. დღეს შემხდა ერთ-ერთი ვიდეო, უბრალოდ დარწმუნებული არ ვარ ეგ AI-ით გენერირებული იყო თუ ნამდვილი იყო, ვერ გადავამოწმენ და ამიტომ აღარ გაჩვენეთ, თუმცა ნუ იმდენად კომიკური შინაარსის იყო, ვიცი რთული წარმოსადგენია, ოფიციალური პირი თითქოს მოუწოდებდა ხალხს რომ შეწყვიტეთ ამ ბენზინის ეს შლანგებით მოპარვა, იმიტომ რომ როდესაც ამ შლანგებიდან ბენზინს წოვთ, ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის არის საზიანო, ამბობდა, არ ფილტრები გიზიანდებათ და იყო შემთხვევები, როდესაც მოწამლა და სიკვდილიც კი დაფიქსირდა ამის შედეგად. ნუ არ ვიცი, თავს ვერ დავდებ, ეგეთი შინაარსის ვიდეო გავრცელდა. დარწმუნებული არ ვარ, ნამდვილი იყო თუ არა. ნუ ეგაც გამოჩნდება და დადასტურდება. ნუ ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტები ხდება, რომ იპარავენ და ამის ამსახველი რამდენიმე ვიდეო, მათ შორის მე თვითონაც მაქვს ნაჩვენები ჩემ წინა ეპიზოდებში, იგივე როგორ ხუფებს უკეთებდნენ ამ საწვავის ავზებს, მანქანებზე, ყირიმელები, გასაღებით რომელიც იკეტება იმისთვის, რომ საწვავი არ მოპარონ და ერთ ჩემ წინა ვიდეოში კიდე ნაჩვენები მქონდა კადრი სასვალთვალო კამერით გადაღებული, როგორ მიადგნენ რაღაც მანქანას და იქიდან როგორ ასხამდნენ, ესე იპარავდნენ მოკლედ ბენზინს. გადავიდეთ ახლა ამბებზე, რომელიც უკვე არამხოლოდ უკმაყოფილებას, არამედ რაღაცა უკვე კონფლიქტებს აჩვენებს ამ საწვავის რიგებში. აქ არის პირდაპირ ძალადობის ფაქტი ნაჩვენები. ეს ტიპი ქალს ურტყამს და ნუ შემდეგ უკვე კონფლიქტი გრძელდება. ბოლოს ჩანს რომ აჩვენებს რომ სალფეტკზე სისხლი აქვს. აი ამ ქალს დაარტყა ხელი როგორც ჩანს ამ კადრამდე. აი აქ. Вызывай милицию. Я сняла это что. Да. ესაც ვიღაც ადგილობრივი გორილა, მასე გაუსწორდა რიგში. ქალს, ხო, ეს ძალიან საინტერესოა, ამ ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ, ეს არის მაგნიტის მაღაზიების ქსელის გამყიდველია და ну, имаце лапаракос в принципе, რასაც მე უკვე შევეხე. К тому, что скоро массово взлетят цены и взлетят такие конкретно хорошо. Почему? Потому что сейчас начинается у нас дефицит бензина. А бензин это что? Продукты как у нас поставляют в магазины? Правильно, на машинках. Машинки на чем ездят? Правильно, на бензине. Так что, ребятки, готовимся. Че, гречка закупаться будете? Или вы только бензином закупаетесь? ხო, მარტივი ჭეშმარიტება ახსნა პრინციპში, რომ მოემზადეთ ფასების ზრდისთვის, ძალიან მალე ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება, იქიდან გამომდინარე, რომ მომარაგება სჭირდება საწვავი. თუ საწვავის დეფიციტია, ეს ნიშნავს, რომ დისტრიბუციაში უკვე პრობლემაა, ეს ნიშნავს გაძვირებულ ტრანსპორტირებას, პროდუქტების მიტანას მაღაზიებამდე და ეს ნიშნავს ფასზე მატებას და ეს რადარა, ჩვენ საქართველოში ძალიან კარგად ვიცით, როგორც კი პატარა გადახვევას გავაკეთებ ახლა, მნიშვნელოვანი გადახვევა არის. როგორც კი საწვავის ფასები მატულობს ჩვენთან ხო ეგრევე ფასები იზრდება და მე კომისიებს ქმნიან ხოლმე. აქ მნიშვნელოვანი ამბავია რომ თავად საწვავის ფასების ზრდა ასხსნიან ხოლმე საერთაშორისო ბაზარზე არსებული სიტუაციით და ახლა მე თქვენ მინდა რომ ერთი ამბავი გითხრათ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვნად შემცირდა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები რომ ვიცოდეთ. შეგიძლიათ გადაამოწმოთ დასერჩეთ oil prices
და ონლაინ შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში ადევნოთ თვალი, როგორ იცვლება ნედლი ნავთობის ფასი. და თუ ცხელ პერიოდში, როდესაც ირანის ამბავი გახურებული იყო $100-საც და ბარელის ფასი, ახლა დაახლოებით $70 ნიშნულზე არის ჩამოსული. მე მაინტერესებს ძალიან, როდის უნდა აისახოს ეს საერთაშორისო ფასების ცვლილება ჩვენთან ადგილობრივ ბაზარზე. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვა არის, ვინმემ დაუსვით, ვისაც ხელი მიგიწვდებათ იქ საჭირო ხალხს. ხო, დაუბრუნდეთ ესე რუსეთის საწვავის ფასების კრიზისს და აქ არსებულ конфликтებს. ოპოზიციებისთვის ძალიან დიდი გამალებული ომი მიმდინარეობს. ამას ვიღაცები უწოდებენ უკვე ბენზინის შიმშილის თამაშებს. ასეთი შედარებებიც შემოხდა. შიმშილის თამაშები რუსეთის ტერიტორიაზე, რომელიც უკავშირდება საწვავის დეფიციტს. ხალხი უკვე მზად არის, რომ ერთმანეთი დაჭამოს და ესეთი კონფლიქტები მომრავლდა. აბა ირკუტსკის მცხოვრები რას გვეუბნება? Нам никто не поможет. Все наши крики о помощи, о просьбах слышат, потому что мы кричим в соцсети, которая запрещена. Просим помощи у людей, которых тут просто-напросто нет. Что делать во всей ситуации, это непонятно. С бензином становится с каждым днем все хуже и хуже. მართალია ვერაფერს სიტყვი, ანუ ეს ჩვენი რაღაცა მოთქმა და გოდებაო, ამას ამბობს სოციალურ ქსელებში. არაფრის მომცემი არ არის, იმიტომ რომ ეს სოციალური ქსელები დაბლოკილია, ხელმისაწვდომი დიდწილად არ არის. შესაძლოა ჩვენ ახლა ხედავთ და მე თქვენ ამას გიზიარებთ, მაგრამ რუსეთში ბევრი მოქალაქისთვის ეს ვიდეოები შესაძლოა სულაც არ არის ხელმისაწვდომი დაწესებული შეზღუდვების ფონზე, რაც ეხება იგივე ტელეგრამის აკრძალვას, შეზღუდვას და ასე და ასე. შემდეგ სხვა სოციალური ქსელების შეზღუდვას და კონტროლს, ტოტალურ კონტროლს. ერთ სიტყვით ეს რაღაცა ხლის გამოშვება არ უშველეს საქმესო ამას ამბობს და ნაწილობრივ აი იმ ქალს მინდა დაუბრუნდა ახლა შინაარსობრივად აღარ მახსოვს რომელი ოლქი იყო, რომელიც ამბობდა რომ აი ყურადღება მაინც გამოიჩინეთ და რაღაცა რეაქცია მაინც გქონდეთ ადმინისტრაციას, რომ ხალხი ესე დღეში რაღაც ვრცელი ვიდეო რო გაჩვენეთ. ანუ სისულელეა, არავინ ყურადღებას არ გამოიჩენს, მაგ ხალხს უბრალოდ არ აინტერესებთ, პირიქით მთელი ამ სახელმწიფო მანქანის ამოცანა, მათი მთავარი კრიზისი მდგომარეობს იმაში, რომ ეს უკმაყოფილება რაღაცნაირად ჩაცხრეს, რაღაცნაირად გადაფარონ ეს უკმაყოფილება, ეს არ იყოს მთავარი განსახილველი, კი არა, საერთოდ არ იყოს განსახილველი თემა მედიაში და პირიქით აჩვენონ პუტინი, რომელიც გამოდის და ხალხს აჯერებს, რომ სპეციალური ბრჭყალებში სამხედრო ოპერაცია თავისი გეგმით მიმდინარეობს და ყველაფერი რიგზეა. არავის არ ჭირდება ამ ხალხის ესეთი უკმაყოფილების ჩვენება, ეს არის და ეს. შესაბამისად რაღაცა სხვა უნდა მოიფიქრონ, სხვა უნდა მოიფიქრონ. ხო, ანუ მორჩეთ ამ მე მგონი საკმარისად გაჩვენეთ უკმაყოფილო ადამიანებიც და სიტუაციას, რომელიც უკავშირდება საწვავის კრიზისს მთელ რუსეთის ტერიტორიაზე და არ ვიცი დასკვნები თავად გამოიტანეთ, განსაკუთრებით მათ, ვინც გამსჭვალული ხართ იმ ემოციით, რომ აი რუსეთი უწლებელია და ყველაფერი რიგზეა. არ არის ყველაფერი რიგზე და ამას მე კი არ ვამბობ, თავად რუსეთის მოქალაქეები ამბობენ. და ეს ყველაფერი ხდება ძალიან წარმატებული ოპერაციების ფონზე, თავის მხრივ უკრაინა ძალას იკრებს, ტექნოლოგიებს ავითარებს და უკვე შემუშავებულ ტექნოლოგიებს უფრო და უფრო ხვეწს, ასე ვთქვათ, მათ მოდერნიზებას აკეთებს და მათ შედეგებზე ეს უკვე აისახება. ამ შემთხვევაში მე უნდა ვისაუბრო FP5-ზე, იგივე Flamengos რაკეტაზე, რომელიც არის Firepoint-ის მიერ წარმოებული და გასული დღეების განმავლობაში ძალიან აქტუალური იარაღი იყო. სწორედ Flamingo-ებით განხორციელდა ვოლგოგრადში 2 დღის წინ წარმატებული იერიში ტიტან ბარიკადის ასეთი დასახელების საწარმოზე, სადაც მნიშვნელოვანი კომპონენტები მზადდება რუსეთის შეიარაღებისთვის.
აი ეს არის უშუალოდ ფლამინგოების გაშობის კადრები და აქ ძალიან საინტერესო იყო ასევე სტატისტიკა. შემოხვდა ასეთი სტატისტიკა, სადაც იყო ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოყენებული ფლამინგოების რამდენმა მიაღწია მოკლედ მიზანს და რამდენმა ვერ მიაღწია, რამდენის გადაჭერა მოხერხდა. ბოლო დარტყმა, აი ეს დარტყმა, რომლის სამსახურ კადრებსაც ახლა თქვენ თვალს ადევნებთ, იყო ყველაზე წარმატებული, ანუ ამ ობიექტის დასაბომბად გაშობული იყო ჯამში 5 ფლამინგოს რაკეტა და აქედან 3 მოხვდა მიზანში. ანუ ეს არის ყველაზე წარმატებული პრეცედენტი ამ შემთხვევაში, უშუალოდ ფლამინგოს გამოყენების ნაწილში, წინა შემთხვევებში მაქსიმუმ 1 მიფრენა იყო ხოლმე დადასტურებული, მინიმუმ ამ 1 თვის განმავლობაში, როგორც სტატისტიკა აჩვენებდა, ამ შემთხვევაში კი 3. და ძალიან საინტერესო ვიდეო მასალა, ეს ცოტა მოძველებული, ასე ვთქვათ, მოძველებული იმ გაგებით, რომ თლად დღევანდელი არ არის, ეს არის 2 დღის წინ განხორციელებული იერიში, თუმცა ძალიან საინტერესო რეაქცია გვაქვს და თავად კადრი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორიის ნაწილია უკვე საკმაოდ დიდი დაშორებით ვოლგოგრადის ტერიტორიაზე მიტანილი დარტყმები. Он летит, вон. ПВО, работай, блядь! ПВО где? Еще одна попытка. Еще одна! Вон, еще одна. Ебать! Где? Вон он летит. Не, мам, в жилуху не едем! В жилуху не едем! Здесь поживем пока! Летит еще. Охуеть! იმ პირველ რეაქციაზე ყველა ჯერზე მეცინება. აი ხაი. Нихуя себе, ебать! Движуха! ვიჟუხა. ხო, აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. ერთი რომ პირველივე კადრში, როდესაც აქ ფლამინგოს ხედავთ, ჩანს რომ ეს არ არის პირველი იერიში, იმიტომ რომ აი აქ ჩანს რომ არის უკვე პირველი აფეთქება მომხდარი. ანუ ეს არის მეორე წარმატებული მიფრენა პირველ კადრში რაც ჩანს. და შემდეგ უკვე აქვე უწყვეტ კადრში ამბობენ რომ კიდევ ერთი მოდის, კიდევ ერთი მოფრინდება და გამოჩნდება ეს კადრიც. აი აქ უკვე ეს არის მესამე წარმატებული, რომელიც ვიდეოს დასასრულს ჩანს რომ ხვდება მიზანს ასევე. ხო და კიდევ მნიშვნელოვანი იყო აქ ესეთი სიმბოლური შეკითხვა, რომელსაც ესენი სვამდნენ. აი აქ. Он летит, вон. ПВО, работай, блядь! ПВО где? ПВО სად არისო, მკითხულობენ და იმუშაოსო, რატო არ მუშაობსო, ამ თემასაც შევეხე პრინციპში. ПВО ნიშნავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომელიც არ მუშაობს, იქ არ მუშაობს, იმიტომ რომ ძირითადად მათი კონცენტრაცია ხდება მოსკოვში. პუტინის და მოსკოვის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, იმიტომ რომ მოსკოვი პოლიტიკურად შემდეგ უკვე იქ უკმაყოფილების ზრდა ბევრ ამის განსაზღვრა სხვანაირად ვიდრე სხვა ოლქებში, ამიტომაც გასაგებია 16 ივნისის შედეგების განმეორება პუტინს არ სურს და ნაკლებად ანაღლებს იქ სხვა ოლქებში რა მოხდება. ყოველ შემთხვევაში დიდათაც ანაღლებთ, იმიტომ რომ ძალიან მძიმდება ეს ნავთობის კრიზისი და კაცმა არ იცის სადამდე მივა, მათ შორის უკმაყოფილების გარდა ეკონომიკურად რა შედეგებს მოიტანს აქ და რამხელა ქაოსს გამოიწვევს შიგნით, მაგრამ ეს მაინც შორეული უფრო გრძელვადიანი პერსპექტივა იმასთან შედარებით, რომ იგივე ხდებოდეს მოსკოვში, აი ამის თქმა მინდა. ხო, ესეც არის უკვე შედეგი ფლამენგოს მიფრენების, ფლამენგო მოგეხსენებათ, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეიარაღება უკრაინის შორს მოქმედი შეიარაღების არსენალში, მისი საბრძოლო მუხტის მასა შეადგენს 1050 კილოგრამს, ანუ ტონაზე მეტი არის და შესაბამისად აქვს ძალიან
დიდი გამანადგურებელი ეფექტი 3 ფლამენგოს შედეგად ეს საწარმო ასეთ მდგომარეობაში არის. ეს არის ლოკაცია განსაზღვრულია უკვე, დადასტურებული არის, რომ კონკრეტულად აი ეს შენობა, რომელიც ამ ზეთხეთში არის ნაჩვენები, არის განადგურებული და მანამდე თუ ასე გამოიყურებოდა, ახლა გამოიყურება აი ასე. სრულად არის მხოლოდ რაღაცა ჩონჩხი დარჩენილი იმისგან, რაც იყო. ხო, საინტერესო ამბავი ასევე და პროცესი, რომელსაც თვალს ვადევნებთ, არის არა მხოლოდ შორი მოქმედების დრონები და რაკეტები და შორ დისტანციებზე ეგრეთ წოდებული deep strike-ები, სიღრმეში დარტყმები, ასევე middle strike-ები, ანუ საშუალო დისტანციებზე დარტყმები ლოჯისტიკის lockdown-ისთვის, ლოჯისტიკის მორღვევისთვის და ეს პროცესიც გრძელდება. მოგეხსენებათ, მაისის შუა რიცხვებიდან განსაკუთრებით დიდი ტემპით დაიწყო ეს ამბავი. საშუალო დისტანციაზე მოქმედი დრონები, ამაზე არაერთხელ მისაუბრია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს ფრონტის ხაზის მომარაგებას, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების ზოგად მომარაგებას და ყირიმის ეს კრიზისიც ძირითადად ამით არის განპირობებული და ახლა ამ შემთხვევაში ყურადღება გავამახვილოთ საპასუხო ზომებზე, რას აკეთებს რუსეთი ამისთვის. ჯერჯერობით პირდაპირ ვიტყვი, რომ ვერაფერს ვერ უხერხებენ ამ ამბავს, მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში, როდესაც ეს საწვამზიდები გადაადგილდება, მაგალითად გამოყვეს მობილური ჯგუფები, რომლებიც რაღაცა აცილებენ, ასე ვთქვათ, ამ ცისტერნებს გადაადგილების პროცესში და წესით უნდა უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება, მაგრამ ეს ყოველთვის არ მუშაობს. ანუ ძირითადად აქ არიან სამხედროები, რომლებიც თავში ბოლოში მიყვებიან იგივე ამ სატვირთოებზე თუ შედარებით უფრო მსუბუქ ავტომობილებზე, პიკაპებზე დამაგრებული ტყვიან ფრქვევებით და დრონის გამოჩენის შემთხვევაში მათი ფუნქცია არის, რომ ცეცხლი უნდა გახსნან, მაგრამ ეს ყოველთვის წარმატებით არ მუშაობს და ამ პროცესს არ შეუფერხებია, ასე ვთქვათ, გზებზე, განსაკუთრებით მარიუპოლის გავლით, იქით ხერსონისკენ, ყირიმისკენ და ჩრდილოეთით უკვე დონეცკის მიმართულებისკენ მიმავალი გზებზე ამ სატვირთოების და საწვამზიდების განადგურება, ასეთი ერთი პრეცედენტია ამ შემთხვევაში ნაჩვენები, თუმცა აქვე საინტერესო სტატისტიკა იყო უკრაინელების მიერ წარმოდგენილი, რომ მაგალითად გასული კვირის განმავლობაში დღეში მინიმუმ 40 ერთეული სატვირთოს თუ საწვამზიდის განადგურება მოახერხეს. ანუ ყოველ დღე 40 მანქანის აფეთქება, წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ფრონტის ხაზისთვის და არა მხოლოდ ფრონტის ხაზისთვის, სამოქალაქო, ასე ვთქვათ, სექტორისთვისაც მოქალაქეების მომარაგების ნაწილში. ხო, აქ არის ნაჩვენები ძალიან მარტივად საქმე. ორი საწვამზიდი მიდის, თავში ბოლოში მიყვებიან ეს მობილური ჯგუფები, რომელიც მევახსენე. ეხლა ნახავთ რა მოხდება. ამის ხმას უნდა ჩაუწიო, რომ არ დაგვიბლოკოს ვიდეო. ხო, ხედავთ, რომ მიფრინდა აქ უკრაინული დრონი და საინტერესოა, რომ იმის ნაცვლად, რომ რუს სამხედროებს დაეცვათ ეს სამხედრო ტვირთი, ამ შემთხვევაში საწვავი პირიქით თავად აღმოჩნდნენ სამიზნე და პირდაპირ ზურგში ეჯახება ეს საკმაოდ დიდი გამანადგურებელი ძალის მქონე დრონი. ასეთები ხდება მოკლედ, დიდად ჯერჯერობით ვერაფერს ვერ შველის ეს მობილური ჯგუფების გამოყვანა, შესაძლოა გარკვეული პროცენტით შეამციროს დარტყმები და შესაძლოა რამდენიმე წარმატებული ასეთი მოგერიებაც გვაჩვენონ. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ასეთი კადრები მე პირადად არ მინახავს. არ ვიცი თქვენ თუ ნახეთ, დაწერეთ კომენტარებში. ხო, კომენტარები რადგან ვახსენებთ, თუ ამ დრომდე მიყურებთ და არ გაქვთ არხი გამოწერილი, ბარემ შეგახსენებთ, რომ გამოიწერეთ არხი და ლაიქით ვიდეო და თუ გსურთ რომ მეტი გააკეთოთ ჩემი მხარდაჭერისთვის, ჩაერთეთ დონაციაში, შესაბამისი მონაცემები არის ვიდეოს აღწერაში, სურვილი შემთხვევაში, რა თქმა უნდა. აქ ძალიან საინტერესო ვიდეო მაქვს შემდეგი, ესაც გზების უსაფრთხოებას ეხება ბრჭყალებში და იმას თუ როგორ ცდილობენ რომ ტვირთები გააძვრინონ რუსებმა, ამ შემთხვევაში არის აშკარად დაფიქსირებული ფაქტი, რომ ერთი შეხედვით სამოქალაქო ტვირთია, ერთი შეხედვით რაღაც სამოქალაქო დანიშნულების სატვირთო ავტომობილია, მაგრამ იქ სამხედროები მოძრაობენ და აშკარად ტვირთავენ ამ სატვირთოს საბრძოლო მასალებით ან სამხედრო ტვირთით, მოკლედ. აი, სტოპ კადრი და უკიდურეს მარჯვენა კუთხეში ხედავთ სამხედროებს. გაჩერებული არის 3 სატვირთო მანქანა, ვიზუალურად შეხედავთ რაღაც კომპანიის დისტრიბუციას უნდა გავდეს, მაგრამ არა.
აქ რუსი სამხედროები რაღაცას ეზიდებიან. და შემდეგ ასე გადააქვთ ალბათ ფრონტის მიმართულებით. ხო, ასეთი ხრიკებიც არის, მე მაგ შორის წინა ეპიზოდებში გაჩვენეთ, რომ იგივე ავტომობილებს ღებავენ, რაღაც რუსული სამხედრო კამაზი პირობითად თუ ურალი, გადაღებილია რაღაც ნარინჯისფერ ფრად კაბინა, ცისფერ ფერში, ვთქვათ, ეს სატვირთო ნაწილი და თითქოს ეს რაღაც დასუფთავების მანქანა, მაგალითად, ან რაღაც მომარაგების, მაგრამ არა, ეს არის რეალურად სამხედრო კოლონები, მაგრამ ნუ ამასაც მეტნაკლებად ართმევენ თავს უკრაინელი სამხედროები, დრონების ოპერატორები უბრალოდ. ესაც ერთ-ერთი ახალი კადრი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ბოლო ვიდეო მასალა, რომელიც მარიუპოლთან ახლოს განადგურებულ სამხედრო მანქანას გვაჩვენებს და ნუ ესე თავჩაკინდრული თავისი ხელბარგით მობოდიალობს უკვე ეს რუსი სამხედრო. რომელმაც მისია ვერ შეასრულა. ასეთები ხდება ათეულობით ყოველ დღე. და დიდი იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ეს ყველაფერი აისახება უშუალოდ ფრონტის ხაზზე. თან და თან ამის სიმპტომები უკვე ჩანს განსაკუთრებით სამხრეთის ფრონტზე, ასე ვთქვათ, ზაპოროჟიეს მიმართულებით, დნეპროპეტროვსკის მიმართულებით. ალბათ შემდეგ ვიდეოში უფრო მეტ დროს დავუთმობ ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაციის მიმოხილვას. ამაზე ამჯერად არ შევჩერდები, იმიტომ რომ ისედაც უკვე ხანგრძლივი ვიდეო გამოდის. სხვა შორის გუშინ ძალიან ეფექტურად იმუშავა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, მათ შორის პატრიოტების გამოყენებით 5 რუსული რაკეტა ჩამოაგდეს კიევის საჰაერო სივრცეში, ესეთი ინფორმაციაც ნახეთ დღეს დილით. თუმცა არის რუსების მხრიდან წარმატებული დარტყმებიც, ბრჭყალებში წარმატებული დარტყმები. ერთ-ერთი ასეთი არის აქ ნაჩვენები, ბოლო ინფორმაცია არის, ეს არის ზაპოროჟიეს ოლქი და საცხოვრებელი ზონა დაიბომბა ერთ სიტყვით და რაღაც გარაჟები იწვის, როგორც ხედავთ. თუმცა ეს იქით იყოს, რაც მნიშვნელოვანია, არის დაშავებულები არიან. დაღუპულებზე არ გავრცელებულა ინფორმაცია, მაგრამ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში 3 ადამიანი არის დაშავებული, მათ შორის ერთი ბავშვი. ესაც თქვენი რუსული სპეციალური სამხედრო ოპერაცია და მის შედეგები, აი აქ ჩანს საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც დაზიანდა, მოკლედ საცხოვრებელ კვარტალში ჩამოაგდეს მართვადი ავიაბომბი. სამხედრო ავიაციის დანაკარგებიც აქვთ უკრაინელებს ბოლო 2 დღის განმავლობაში. ამაზეც უნდა ვისაუბროთ აუცილებლად, ვინმე რომ არ ჩათვალოს, რომ რაღაცას მალავ და მხოლოდ რაღაც უკრაინის წარმატებებს უსვამხას. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ მინიმუმ 2 MiG-29 ტიპის გამანადგურებელი დაკარგა უკრაინის საჰაერო ძალებმა. ერთ შემთხვევაში ეს ხდება ამ ინფორმაციის მიხედვით პოლტავას რეგიონში საბრძოლო მისიის შესრულებისას და ჩამოაგდეს როგორც ჩანს რუსებმა MiG-29, მეორე შემთხვევაში და აქ მნიშვნელოვანი დეტალია, რომ პილოტმა მოასწრო კატაპულტირება და უსაფრთხოდ არისო და აი აქ რაც კადრები გვაქვს ნაჩვენები, აქ საუბარია იმაზე, რომ მიკოლაევის რეგიონში ერთ-ერთ საჰაერო ავიაბაზაზე, აქ სანგრებთან მდგომ საფრენ აპარატს დაარტყეს MiG-29-ს, რომელიც განადგურდა და ამ კადრებში ნაჩვენები იქნება აალებული ეს ავიაგამანადგურებელიც, როგორც ჩანს, ეს არის რუსების ჯერ სადაზვერო დრონიდან გადაღებული კადრი და შემდეგ უკვე ან დაიბომბა, ან შესაძლოა დრონებიდან ჩამოყრილი საბრძოლო მასალით გაანადგურეს აი ეს MiG-29. ხო, აი აქ უკვე ჩანს, რომ ის იწვის და ბევრი მსჯელობა არ ჭირდება იმას, რომ ეს საფრენი აპარატი არის განადგურებული, კიდევ საუბარი იყო სხვა ტიპის ტექნიკის განადგურებაზე, რომელიც სანგარში იყო განთავსებული. მოკლედ, ასეთებიც ხდება, თუმცა, პასუხობს უკრაინა, დღეს უკვე გავრცელდა ესეთი ინფორმაცია, რომ 2 Su-34 ტიპის ფაითერ ჯეთი, ან ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს და გაანადგურეს, ან არ ვიცი, შეიძლება სადგომზეც გაანადგურეს სადმე, ჯერჯერობით დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე, როცა მე ამ ვიდეოს წერ ცნობილი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ უკრაინული არაერთი წყარო ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2 Su-35 გაუნადგურეს მოწინააღმდეგეს. კი ბატონო. ხო, ამაზეც მინდოდა გამოხმაურება, იმიტომ რომ ბოლო ჩემი ეპიზოდის შემდეგ გამოჩნდა ეს ახალგაზრდა რუსი ვეტერანი,
ძალიან საინტერესო გზავნილებით და ამ თემას არ შევხები ვარ. ხო, ალბათ ბევრმა თქვენგანმა ნახა, მოკლედ ეს ტიპი, გვარად ლუნინი, რომელიც დაემუქრა პუტინს. და ყოველ შემთხვევაში მცდელობა ჰქონდა ამ ეტაპზე, ან აქვს რთული სათქმელია, რომ მორიგი პრიგოჟინობის მორიგი კანდიდატურა იყოს და მოკლედ, ვინც არიცით ამ კაცმა რა თქვა, რომ არის ვეტერანი, რომ ის არის უკმაყოფილო რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არსებული სიტუაციით, იმით თუ როგორ ექცევიან რუს სამხედროებს ფრონტის ხაზზე, როგორ გზავნიან მათ თვითმკვლელ მისიებში, შეტევებში, შტურმებზე, როგორ ანულებენ მათ, ანუ ლიკვიდაციას უკეთებენ მათ, ვინც ბრძანებას არ დაემორჩილება და ასე და ასე შემდეგ და ესეთი გზავნილი ქონდა, რომ მას სურდა პუტინთან შეხვედრა პირისპირ და პირდაპირ ეთერში პუტინის პირდაპირ თავშდები და მოყვები რა ხდება რეალურად. დღეს მოკლედ ცნობილი გახდა, რომ ეს ტიპი დააკავეს. ხო, საინტერესო დეტალი ის არის, რომ ამან თქვა, რომ მე უბრალოდ მესიჯის გადმომცემი ვარ, რომ მე თუ რამე დამემართება, ეს უკვე გზავნილი იქნება სხვა ხალხისთვის, რომ პუტინი ამ ჩემ წინადადებას არ ეთანხმებაო და შემდეგ უკვე ისინი იმოქმედებენ. ანუ ეს ტიპი ცდილობდა იმის დემონსტრირებას, რომ კაცმა არის მართალია თუ არ არის, რომ მის უკან კიდევ სხვა ხალხი დგას და ახსენებდა, რომ არიან სამხედრო მაღალჩინოსნები, მათ შორის წონიანი ხალხი, ვინც უკვე დაიღალა ამ უსამართლობით და თუ არ მოусმენენ მათ, მზად არიან, რომ იარაღი ფრონტიდან მიატრიალონ კრემლისკენ. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ იარაღი შესაძლოა მიატრიალონ კრემლისკენ. იმავე დღეს არ გააქრეს ეს ტიპი, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, როგორც გითხარით, რომ დაკავებული არის რამდენიმე დღით და აბა ვნახოთ როგორ წავა ეგ ამბავი. ნუ ფაქტია, რომ გამბედაობა იყო ბატონ ლუნინს, მაგრამ მეორეა ის უბრალოდ რაღაცა ამბიციური და თავზე ხელაღებულია თუ მართლაც რაღაცა პროცესის ნაწილი არის. ნებისმიერ შემთხვევაში აქაც საინტერესოა რა გამოჩნდება მომავალში, მაგრამ როგორც არაერთხან დაიწერა, აქ საშუალო ვარიანტი არ არსებობს. ასეთ შემთხვევებში ან მიდიან გამარჯვებისკენ რუსეთში და ბოლომდე მიდიან პრიგოჟინისგან განსხვავებით, ან მათ უბრალოდ ანადგურებენ და აკრობენ. შუალედი არ არსებობს. ანუ დაიბარეს, დაიჭირეს, გამოკითხეს, გამოუშვეს, ასეთი რამე არ მოხდება. ეს მცდელობაც თუ მცდელობის დაანონსებაც ან საბოლოოდ სრულად აღიკვეთება და განადგურდება, ეს კონკრეტული პირი თუ მის გარშემო არსებული ხალხი, ვინც პუტინს ლულების მიტრიალებით დაემუქრა, ანუ ნახოთ რა მოხდება. კაი, მოდით ეს ვიდეო მიმართვაც მოვისმინოთ და ბევრი აღარ დაგვრჩა პრინციპში, მალე დავასრულებ. В данный момент десятки, сотни, тысячи наших солдат сидят в зинданах, наказанные своими командирами. Сидят, гниют, подвергаются пыткам и насилию со стороны так называемых гестапо. За то, что они отказались выполнять тупые самоубийственные приказы, за то, что они отказались отдавать свои финансовые средства. И в конечном итоге их обнуляют, делают без вести пропавшими. ეს შედარებით მოკლე ვერსია არის, მაგრამ მე დანარჩენი მიმართვის ნაწილი შინაარსი უკვე მოგიღებით. რომელიც ძირითადად პუტინისკენ იყო მიმართული, პუტინისკენ, რომელიც ამ ვეტერანს არ შეხვდა, მაგრამ დღეს საჯარო გამოსვლა ჰქონდა და მორიგჯერზე ეცადა ყოველ შემთხვევაში, რომ არ შეემჩნია ის პრობლემები მთელი რიგი, რაც ჩვენ უკვე აღწერეთ, არ შეემჩნია ფრონტის ხაზზე წარუმატებლობა, არ შეემჩნია ეკონომიკური კრიზისი, ნავთობის კრიზისი და ასე შემდეგ და კიდევ ერთხელ თქვა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია გეგმით მიდის და ვერავინ ვერ შეძლებს რუსეთის სამხედრო გზით დამარცხებას. აი ამის შემდეგ უკვე მთელი რიგი ტექსტები ქონდა იმის სათქმელად და იმ შინაარსის
მისატანად უბრალოდ თავისი აუდიტორიის მიმართ, რომ ის არ ებრძვის მხოლოდ უკრაინას. მთელი ამბავი ახლა ამაში მდგომარეობს, რომ პრინციპში ესეც არ არის ხო ახალი. ის კოლექტიურ დასავლეთს ებრძვის, რომელიც ცდილობს, რომ რუსეთის განვითარება შეაფერხოს, ის ებრძვის კოლექტიურ დასავლეთს, რომელიც ბოროტი განზრახვებით არის მისი სამშობლოს მიმართ და ისინი ამას ვერ შეძლებენ, ეს იყო მთავარი ამ ბელადის გზავნილი, რომ ისინი კი ცდილობენ, მაგრამ ისინი ამას ვერ შეძლებენ. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ძლიერები ვართ. რატომ? იმიტომ რომ რუსეთი აუცილებლად უნდა იყოს ძლიერი და ყველა გამოწვევას უნდა გაუმკლავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი უბრალოდ ვერ იარსებებს. აი ესეთი შინაარსის გამოსვლა ქონდა პუტინს. რას ნიშნავს ახლა ეს განცხადებები? ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასე აღიქმება, რომ პუტინი ცდილობს რაღაც ახალი გადაწყვეტილებებისთვის შეამზადოს საკუთარი აუდიტორია და ეს გადაწყვეტილებები დიდი ალბათობით უკავშირდება მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადებას, რომელზეც, პრინციპში უკვე ძალიან ბევრი მედია საშუალება საუბრობს, მათ შორის დასავლური ავტორიტეტული გამოცემები, რომ სექტემბრისთვის დიდი ალბათობით პუტინი გამოაცხადებს მობილიზაციის ახალ ტალღას და ეს მოხდება ეგრეთ წოდებული რუსული არჩევნების შემდეგ. თუმცა ხო, აი ახლა ეს საათი პუტინის სასარგებლოდ ნამდვილად არ წიკწიკებს იმის გათვალისწინებით, რომ მას აბსოლუტურად დაუგეგმავი კრიზისი წამოეწია. მათ შორის ერთ-ერთ წინა ვიდეოში ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პუტინს ახლა სხვა პოლიტიკური ამოცანა აქვს, თუ ის რეალურად ემზადება მობილიზაციის გამოცხადებისთვის. მან უნდა გამოიყენოს, რა ვიცი, ეს რაღაც მის გარშემო შექმნილი უძლეველობის თუ რაღაცა ბელადობის მთელი რეპუტაცია და დაარწმუნოს რუსეთის მოქალაქეები, რომ საჭირო არის, რომ კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ იბრძოლონ და წავიდნენ ახლა სასაკლაო შტურმებში უკრაინაში ფრონტის ხაზზე. ეს ამოცანა უდგას და ამ დროს წამოეწია ძალიან დიდი პრობლემა, კრიზისი. მოქალაქეები საწვავის რიგში დგანან, ხვალ ფასები უფრო მეტად გაძვირდება, სამსახურები შემცირდება, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს ბიზნესის მნიშვნელოვნად დაზიანებას და ბევრი უკვე ვნახე ესეთი მათ შორის რომ მაღაზიებს ხურავენ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ საწვავის კრიზისმა ყველაფერი გაართულა და შესაბამისად ამ სოციალური კრიზისის ფონზე მატულობს პუტინის მიმართ უკმაყოფილება. ანუ მას მიზანი აქვს, რომ პირიქით ხალხზე გავლენა იქონიოს და ჭირდება რაღაცა რეპუტაცია ამ გავლენის მოსახდენად და ამ დროს მისი ავტორიტეტი სუსტდება. რაც არ უნდა ომახიანად გამოვიდეს ხოლმე სიტყვით დახურულ შეხვედრებზე საკუთარი მორჩილი აუდიტორიის წინაშე და რაც არ უნდა ომახიანად და მონდომებით დაუკრანტაში ლავროვმა, მედვედევმა და მისმა პროპაგანდისტებმა და სხვებმა, მაინც ყველა ხვდება და ხედავს, პირველ რიგში რუსეთის მოქალაქეები ხედავენ, რომ პუტინის პოზიციები არც ისე მყარია, მისი პოზიციები სუსტდება და თუ გავითვალისწინებთ ზელენსკის დაანონსებულ 40 დღიან კამპანიას წნეხის გასაზრდელად, მისი პოზიციები კიდევ უფრო მეტად შესუსტდება დიდი ალბათობით. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ძალიან ცხელი ზაფხული გვაქვს და ბევრი საინტერესო მოვლენა გველოდება წინ. ყოველ საათში შესაძლოა რამე ძალიან საინტერესო მოხდეს რუსეთის ტერიტორიაზე ან ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე. ძალიან საინტერესოა როგორ იქნება ყირიმის მომავალი და ასე შემდეგ. მოკლედ მე გავაგრძელებ თქვენ ინფორმირებას, თქვენ იმედი მაქვს რომ გააგრძელებთ ჩემი არხის თვალყურის დევნებას და ჩემ მხარდაჭერას და გამხნევებას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა რომ ამ დრომდე მიყურებდით. თუ არ დაგილაიქებიათ ვიდეო, ძალიან გთხოვთ რომ დაალაიქოთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მარტივი ძალისხმევაა, თქვენ არაფერს არ კარგავთ ამით. უბრალოდ ეხმარებით ალგორითმს YouTube-ის, რომ აღიქვას, რომ ეს კარგი ვიდეოა და სხვებს აძლევთ შესაძლებლობას, რომ უფრო მარტივად აღმოაჩინონ შემდეგ უკვე ეს ვიდეო. ეს არის და ეს. დატოვეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები, რას ფიქრობთ, როგორ წავა საქმე. და ასევე თუ გსურთ და გაქვთ ამის შესაძლებლობა, ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ის, რომ გამაძლიეროთ ფინანსურად და ჩაერთოთ დონაციაში. ამისთვის ყველა საჭირო მონაცემი არის ვიდეოს აღწერაში
და შეგიძლიათ მარტივად ნახოთ ანგარიშის ნომერი, PayPal-ის ლინკი და Patreon-ის პლატფორმის ლინკი, სადაც შეგიძლიათ რომ რეგულარული სპონსორები გახდეთ ჩემი Patreon-ზე, ანუ 5-10 ან $15 შეთავაზება აირჩიოთ თქვენთვის ხელსაყრელი და ანუ ყოველთვიურად ეს თანხა შემდეგ უკვე ჩამოგიჭრებათ ხოლმე. აქვე განსაკუთრებული მადლობა ჩემს 4 სპონსორს თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომელიც მყავს Patreon-ზე და ნუ სხვა მხრივ ვინც ოდესმე თუნდაც $1 ჩარიცხა ანგარიშზე თუ გადმორიცხა PayPal-ით. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო თქვენ. ძალიან მომხნევებს მე თქვენი მხარდაჭერა. მე მესმის რომ ამით რაღაც იმდენ შემოსავალს ვერ მივიღებ რომ თვითმყოფადი გახდეს ეს არხი, თუმცა ყველას ჩვენი წილი მსხვერპლი გვაქვს გასაღები ამ პროცესში და მე ჩემი მხრივ ამას ვაცნობიერებ ფუნქციას, რაც შემიძლია რომ ამ სიტუაციაში შევასრულო, მით უმეტეს იმ ფონზე რომ ძალიან დიდი პრორუსული პროპაგანდა მუშაობს და არც ისე ბევრი არხი არსებობს და წყარო არსებობს იმისთვის რომ ქართულ ენაზე მიიღონ საქართველოს მოქალაქეებმა თუ ქართველებმა რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ ინფორმაცია რეალური სურათი იმის შესახებ თუ როგორ მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი. ამაში რუსები ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ და ასევე მათი სატელიტებიც რომლებიც პრორუსულ ნარატივს ავრცელებენ. ამაზე ბევრს აღარ გავაგრძელებ. მოკლედ ეს საქმე მნიშვნელოვანია, მე ეს გაცნობიერებული მაქვს, ამ საქმეს ვაკეთებ, თუმცა თქვენი მხარდაჭერაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ხრივ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს ნახვამდის.